ახლა ვისწავლოთ რა განსხვავებაა შემდეგ სიტყვებს შორის. At the beginning და in the beginning. ორივე მათგანი ითარგმნება როგორც თავიდან დასაწყისში, მაგრამ at the beginning უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ვამბობთ რაიმეს თავიდან, როდესაც ამ რაიმეს აქვს დასაწყისი და დასასრული. მაგალითად, დღის დასაწყისში at the beginning of the day. თვის დასაწყისში at the beginning of the month. იმიტომ რომ დღეს და ასევე თვესაც აქვს დასაწყისი და დასასრული. მაგრამ, როდესაც უბრალოდ ზოგადად ვამბობთ, რომ მაგალითად თავიდან ინგლისური იყო ჩემთვის რთული, ეს უკვე იქნება ასე. In the beginning, English was hard for me. ანუ მიხვდით, at the beginning არის რაიმეს დასაწყისში, რაიმეს თავიდან, ხოლო in the beginning არის თავიდან უბრალოდ თავდაპირველად. ანალოგიურია სიტყვები in the end და at the end. At the end გამოიყენება მაშინ, როდესაც რაიმეს აქვს დასაწყისი და დასასრული და უკვე აქ რა თქმა უნდა, at the end ითარგმნება როგორც ბოლოს, ბოლოში. მაგალითად, წიგნის ბოლოს, წიგნის ბოლოში იქნება at the end of the book. ან თვის ბოლოს, at the end of the month. მაგრამ, უბრალოდ როდესაც ზოგადად ვამბობთ, მაგალითად რომ ბოლოს, მაგალითად ბოლოს ჩვენ ვისწავლეთ ინგლისური. აი ეს უკვე იქნება ასე. In the end we learned English.